მარგარინი, სპრედი, სამარხო კარაქი. ამ სახელწოდებებით ფერადი შეფუთვები გვპირდებიან ომეგა-3-ს, დაბალ ქოლესტერინს, მცენარეულობას, მაგრამ ის ორგანიზმში სულ სხვა ზრახვებით აღწევს. მსოფლიო ბაზარზე მცენარეული მყარი ცხიმის დიდი არჩევანია და დიდია კითხვის ნიშანიც. რამდენად ჯანსაღია ეს პროდუქტი? გასულ საუკუნეში სპრედი კარაქის იაფფასიანი ვერსიის იდეით შეიქმნა მცენარეული ზეთის გადამუშავების და გამყარების ფორმულით. შემდეგ ჯანმრთელობაზე შეტევის უხილავ იარაღად იქცა. გააჩინა ეჭვები და დაიწყო კვლევები. საქართველოს ბაზარზე არსებული მარგარინების ბოლო კვლევა მომხმარებელი ჯიმ ჩაატარა. საკვლევის სურსათი შემთხვევითი პრინციპით შეირჩა როგორც ქსელურ მარკეტებში, ისე მცირე ზომის ჯიხურებში. ნიმუშები თურქეთის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში შემოწმდა. შედეგი ასეთია: საქართველოში თურქეთიდან იმპორტირებული ეს საბუტერბროდე მცენარეული ცხიმი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მასში ლაბორატორიული კვლევისას დასაშვებ ნორმაზე 6-ჯერ მეტი ტრანსცხიმი, ანუ ქიმიური გადამუშავებისას წარმოქმნილი მავნე ცხიმი აღმოჩნდა.